2013 წლის 1 იანვარს ძალაში შევა კანონი, რომელიც უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებს პროდუქციის მარკირებას ავალდებულებს. 2012 წლის 24 აპრილს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პაპუნა პეტრიაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით აქციზური მარკირების საფასურიც განისაზღვრა. არააქციზური საქონლის მწარმოებელი და ან იმპორტიორი და ან ექსპორტიორი ვალდებული არის, რომ მოახდინოს შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეულ პირთან სპეციალური ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზედაც მან უნდა გადაუხადოს მას მომსახურების ნომინალური ღირებულება. ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის ნებისმიერ ახალ გადასახადს გარკვეული პოზიტიური და ნეგატიური შედეგები მოაქვს. თუმცა ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლების და ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებისთვის აქციზური მარკირების შემოღება მხოლოდ ნეგატიურ შედეგებთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მოქმედებით მიღებული ეფექტი ძალსახად უარყოფითი იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კანონის მოქმედების პირობებში ელექტრონული მარკირების მომსახურების საფასური მძიმედ ტვირთად დააწვება საქართველოს წარმოებელს, რაც თავის მხრივ აისახება როგორც წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, ასევე სარეალიზაციო ფაზაზე. თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, სადაც არსებობს ჩანაწერი, რომ 2013 წლის ოქტომბრისთვის საქართველოში უნდა არსებობდეს მხოლოდ 5 სახის გადასახადი. ექსპერტების შეფასებით, საგადასახადო კოდექსის აქციზის კარით მიღებული არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება ახალი მე-6 ტიპის გადასახადია. შეიძლება ამას დავარქვათ გადასახადი, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში კომპანიას უწევს დამატებითი ხარჯების გაწევა და ცვლილებები, როგორც ვიცი, უნდა შევიდეს საგადასახადო კოდექსში. ამიტომ ამ შეიძლება უწოდოთ გადასახადი კომპანიებისთვის, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად დამატებითი ხარჯია კომპანიებისთვის, რომელიც უნდა აისახოს პროდუქციის თვითღირებულებაში. წინააღმდეგობაში მოდის იმ მიდგომებთან, რაც ჰქონდა მთავრობას, იგივე თავისუფლების აქტი იქნება თუ ასე შემდეგ. ეს ერთდროულად ეწინააღმდეგება თავისუფლების აქტსაც გადასახადებს და მეორე მხრივ კონკურენციას, თქვათ, იგივე მეწარმეობის კანონსაც რაღაცა კუთხით, იმიტომ რომ არა მაქვს არჩევანი, თქვათ, მე რო ავირჩიო შესაბამისი კომპანია ამ მომსახურებაზე. უალკოჰოლო სასმელებზე და მინერალურ და მტკნარ წყლებზე აქციზის გადასახადი ელემენტარულ ეკონომიკურ ლოგიკას არ შეესაბამება. მსგავსი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. აქციზური გადასახადი უალკოჰოლო სასმელებში არ ვიცი, არსებობს სადმე? საქართველოს პირველი ქვეყანა ვიქნებით, შეიძლება სადაც აქციზური გადასახადები იქნება უალკოჰოლო სასმელზე. ზოგადად აქციზი წესდება სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ტიპის პროდუქციაზე, რომელიც პირველი არის მავნე ადამიანის მოხმარებისთვის, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლი და სიგარეტი, ან მეორე ეს არის ფუფუნების საგნები. რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელებს, მინერალურ წყლებს და მსგავსი ტიპის პროდუქციას, მსოფლიო პრაქტიკაში ძალიან იშვიათია და ეს ალბათ თითქმის არ არსებობს. მაგალითად, როდესაც ამ ინდუსტრიის მიერ წარმოებული პროდუქცია იბეგრება აქციზური საქონლით. ფინანსთა სამინისტროს ერთადერთი არგუმენტი არააქციზური საქონლის მარკირების დაკანონების დროს იყო ფალსიფიცირებასთან ბრძოლა. თუმცა ადგილობრივი კომპანიები აცხადებენ, რომ უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე ფალსიფიცირების მეტნაკლებად მასშტაბური შემთხვევა ბოლო 5 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ფალსიფიკაციის დონე არ არის საგანგაშო. მინიმუმ 5 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი ისეთი მასშტაბური ფაქტი ფალსიფიკაციის, რომელსაც ზიანი მიეყენებინოს ან კომპანიის, ან მომხმარებლისთვის. ისეთი სახით ხდება მარკირების შემოტანა, რომ პირიქით ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციას, იმიტომ რომ ფალსიფიკატორი როგორც წესი იყენებს მეორად ბოთლებს, მეორად თავსახურებს, ხოლო მარკირების დადება ხდება ისეთ ადგილზე, სადაც პრაქტიკულად ეს ხელს არ შეუძლის. ანუ პირიქით გამოადგება თავისი პროდუქციის, ეგრეთ ვთქვათ, გაправებაში, ხო? საინტერესოა, რომ კომპანიები ფალსიფიცირების წინააღმდეგ საკუთარ წარმოებაში უკვე იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს და ფინანსთა სამინისტროს დამატებითი ინიციატივა მხოლოდ წარმოების ხარჯებს გაზრდის. იცით როგორ არის ახლა თვითონ ამ ბოძზე ჩვენ ვაკეთებთ მარკირებას, ვასვამთ თარიღს. და ამის აპარატი გვიდგას, რომელიც ოპერირება წლის განმავლობაში გვიждდება 5-7 ლარი მაქსიმუმ, რა ეს არის მთელი ამის დანახარჯით. იმათ შემთხვევაში უნდა გვიждდეს მილიონზე მეტი, 1.2 მილიონი ლარი.
დაახლოებით 5,000 ლარამდე გვიჯდება წლიური და დაგვიჯდება რაღაც 700,000 ლარამდე. არააქციზური საქონლის მარკირება კომპანიებს დაახლოებით 1 ბოთლზე 1 თეთრი დაუჯდებათ. თუმცა ელემენტარული ეკონომიკური ლოგიკით ამ შემთხვევაში პროდუქციის ფასი მომხმარებლისთვის საშუალოდ 10 თეთრით გაიზრდება. ერთ თეთრით გაცვლილება დაახლოებით მინიმუმ 5-ჯერ 7-ჯერ გაატვირებს მის სამომხმარებლო ფასს უშუალოდ მომხმარებელზე მიტანამდე. რა თქმა უნდა, ეს უკვე უარყოფითად იმოქმედებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლისათვის, ასევე ექსპორტის მოცულობასთან დაკავშირებით. უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებისთვის მარკირების მომსახურების საფასურზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ ამ ცვლილებით პროდუქტის ფასი იზრდება, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ჩვენთვის ეს გადასახადი აისახება დაახლოებით 8-10% თვითღირებულებაში. ხოლო ჩვენ რეგიონში დაახლოებით საექსპორტო ფასი არაგაზირებული მტკნარი დაახლოებით 9 ლიტრიან ბოთლს ვადარებ, ადვილი იყოს შესადარებლად, სადაც 7,9 центи დოლარ ცენტის ფარგლებში არის. ეს კი ისეთი გავლენას მოახდენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის საექსპორტო კონკურენციაში, ამ საერთო დიდ კონკურენციაში მონაწილეობას. უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებისთვის ახალი გადასახადის შემოღება თავად ფინანსთა სამინისტროსთვისაც გახდება პრობლემა. ქართული კომპანიების შიდა და საექსპორტო გაყიდვების შემცირება შეამცირებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსაც. ამ კანონის შემოღება გამოიწვევს იმას, რომ ქართული მწარმოებლები მიიღებენ ნაკლებ შემოსავალს, რაც თავისთავად აისახება იმაში, რომ ბიუჯეტი ნაკლებ გადასახადების სახით ნაკლებ თანხას მიიღებს საქართველოს ბიუჯეტი. არააქციზური საქონლის მარკირების კანონის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი ისაა, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით ადგილობრივმა მწარმოებლებმა მარკირების საფასური სახელმწიფოს მიერ შერჩეულ კერძო კომპანიას უნდა გადაუხადონ. ნათელია, რომ ამ ცვლილებით მხოლოდ შპს SICPA Security Solutions Georgia ისარგებლებს, რომელსაც მარკირების პროცესის მომსახურება ფინანსთა სამინისტრომ ექსკლუზიურად დაუკვეთა. ასეთი ფირმა არის შვეიცარიული კომპანია SICPA, რომელმაც თავის წარმომადგენლობა საქართველოში დაარეგისტრირდა. და აქ არის საოცრება. ამავე 996 ბრძანებაში შესული ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული არის 78 მუხლის მე-15 პუნქტში, რომ შერჩეული პირი არააქციული საქონლის სავალდებულო მარკირების მომსახურების გაწევის შემთხვევაში მიდის ამ SICPA-ს წარმომადგენლობასთან განაცხადით და ამავდროულად მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებული დოკუმენტით. მთელი ამოსავალი აი ამ საკანონმდებლო ცვლილებისა არის ის, რომ SICPA-ს წარმომადგენლობამ ამ შემთხვევაში მიიღოს თანხა მეწარმისაგან. SICPA შვეიცარიული კომპანიაა. ის 1927 წელს არის დაფუძნებული და პროდუქციის გაყალბებისა და ფალსიფიცირებისგან დაცვისთვის აუცილებელ ტექნოლოგიებს აწარმოებს. ამ ბაზარზე შვეიცარიული SICPA სოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. თუმცა საგულისხმოა, რომ SICPA-ს კლიენტები სახელმწიფოების მთავრობებია და არა კერძო კომპანიები. ვერც ერთ ქვეყანას ვერ დამისახერებთ, სადაც SICPA-ს აქვს თანამშრომლობა. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ეს უცნობია. რომელ ქვეყანაშიდაც შესულიყო SICPA, თავის წარმომადგენლობა გაეხსნა და მარკირებასთან დაქვემდებარებული მომსახურების ღირებულება მეწარმეებისათვის გადაეხდებინებინათ. ამ ვალდებულებას ყოველთვის იღებს კონტრაქტორის სახელმწიფოს მთავრობა. როგორც ვხედავთ, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა არააქციზური საქონლის მარკირების შესახებ შეამცირებს ადგილობრივი კომპანიების მოგებას, საბიუჯეტო შემოსავლებს და გაართულებს წარმოების პროცესს. ტექნიკურად ეს პრობლემებია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ის კომპანია, ვინც უნდა გააკეთოს ეს თუ როგორ უნდა დაამონტაჟოს, რა უნდა გააკეთოს და გადასახადი მოგვიწევს გაძვირება პროდუქციის, სავარაუდოდ მოგვიწევს თანამშრომლების შემცირება, რეალიზაცია დაეცემა და ბიუჯეტის შენატანებიც მოიკლებს. უალკოჰოლო სასმელების მარკირების დაკანონებით მოგებას მხოლოდ 2012 წლის 6 თებერვალს დარეგისტრირებული შპს SICPA Security Solutions Georgia მიიღებს. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ამ შპს-ის 100%-იანი წილის მფლობელია SICPA Security Solutions. ეს კომპანია შვეიცარიაში 2008 წლის 4 აპრილს არის დაფუძნებული. რა საერთო აქვს 2008 წელს დაფუძნებულ კომპანიას 1927 წელს დაფუძნებულ ავტორიტეტულ შვეიცარიულ კომპანიასთან? ამის შესახებ კითხვებით შპს SICPA Security Solutions Georgia-ს მივმართეთ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ლელა გულბანმა კითხვების წინასწარ ელექტრონული პოსტით გადაგზავნა მოგთხოვა. თუმცა მოგვიანებით ჩვენ სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.
სიკპას ოფიციალურ ვებგვერდზე შილობილი კომპანიების ჩამონათვალში არც სიკპა Security Solutions არის მითითებული და არც შპს სიკპა Security Solutions ჯორჯია. საქართველოს მხოლოდ კონტრაქტორი ქვეყნების ჩამონათვალშია მითითებული. როდესაც სერიოზულ საკანონმდებლო ცვლილებას მხოლოდ გაურკვეველი კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ არააქციზური საქონლის მარკირების დაკანონება კორუფციული გარიგების შედეგია. ხელისუფლებაში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ამ გზით შეიძლება ფულის შოვნა, გაურიგდა რომელიღაც ოფშორულ კომპანიას ამის თაობაზე და აიძულებს მეწარმეებს ამ ოფშორულ კომპანიას ურიცხონ ფული, შემდეგ ის ფული იქიდან სად წავა და ვის ჯიბეში დაილექება, ეს უკვე საკმაოდ ძნელი მოსაძებნი იქნება, იმიტომ რომ ოფშორულ ზონებში საკმაოდ მკაცრი რეგულირებებია ამასთან დაკავშირებით. არააქციზური საქონლის მარკირების დაკანონების მოტივაციას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2012 წლის 22 მაისს შესული ცვლილება. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით ირკვევა, რომ სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. საინტერესოა, რომ უალკოჰოლო სასმელების მარკირება 2013 წლის 1 იანვრიდან ხდება სავალდებულო. ამ თარიღამდე 7 თვით ადრე კი მარკირების გარეშე პროდუქციის წარმოება იკრძალება. ეს უფრო კორუფციულ გარიგებას გავს, ვიდრე რაიმე სხვა ეფექტის მომტანო ღონისძიებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები უნდა გაუქმდეს უბრალოდ.